პირველი არხის მთელი გუნდის არ მხოლოდ ხელმძღვანელობის სამარცხვინოდ ეს არის წყალგამყოფი, როცა ჟურნალისტები, რომლებიც რამდენიმე დღეა ჩვენი უკანონოდ დაპატიმრებული და გადაყვებული კოლეგის გათავისუფლების ამბავში ვართ ჩართული, მთელი ჩვენი რესურსებით ვითხოვდით ჩვენივე კოლეგებისგან ხალხის მიერ დაფინანსებული ტელევიზიაში ეთერს 1 საათს მაქსიმუმ, ხო? იმისთვის რომ საზოგადოებისთვის და ხალხისთვის მოგვეთხრო ამ საქმის დეტალები, რატომ არის მზია უკანონო პატიმარი, რა უძღოდა იმ ინციდენტს, გულისხმობ მზია ამაღლობელის მიერ ბათუმის მილიციის უფროსისთვის სილის არტყმას, რა უძღოდა ამას წინ, როგორ იყო მოწყობილი მზიას წინააღმდეგ დანაშაულებრივი პროვოკაცია, რა მოხდა მზიას დაკავების შემდეგ პოლიციის სამმართველოს შენობაში, როგორ არაადამიანურად ეპყრობდა მას ეს პოლიციის თუ მილიციის უფროსი, როგორ შეაფურთხა მას სახეში, როგორ ცდილობდა მისცემას და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას მისთვის, როგორ არაძლევდნენ მას სასმელ წყალს, როგორ არაძლევდნენ ჩვენს კოლეგას ტუალეტით სარგებლობის საშუალებას, რამდენიმე ეს პირველსა და მეორე დაპატიმრებას შორის ხდება. მეორე დაკავების შემდეგ, რაც ჯერ ერთი რომ ეს იყო დანაშაულებრივი პროვოკაციის შედეგად მომხდარი ინციდენტი და სულ რომ მძიმე დანაშაული ჩაედინა მზიას, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში ამას ჩვენ საერთოდ არ განვიხილავთ, იმ შიგთავსით და შემადგენლობით რა ბრალიც მას აქვს წარდგენილი, ხო? პოლიციელზე თავდასხმა არა ის სილის არტყმა არ შეიძლება განვიხილოთ პოლიციელზე თავდასხმად. წინა ხელისუფლების პირობებშიც კი, რომელსაც ესენი დღენიაдаг და 12 წელია ხელისუფლებაში არიან, ესე რა ქვია, სისხლიან და რაღაცა მკაცრ რეჟიმზე ლაპარაკობენ, ჩვენ ნახეთ აგერ დღეს ამოიღეს არქივიდან კადრები, როდესაც ერთ-ერთ აქციაზე 2007-2008 წელს ოპოზიციონერი ეს მეგის კარდავას ეპიზოდს გულისხმობს. სილის არტყმის გამო 1 საათი დააკავეს და მე ადმინისტრაციულ წესს ეგრევე გაათავისუფლეს და არათუ 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდეს ვინმე სიგიჟია, ხო? ეს არ ხდება ნაწილობრივ დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, ეს არის სრულიად რუსული დიქტატურის და ბელორუსის ტიპის ქვეყნების ქცევა და დამოკიდებულება მედიის და ადამიანების მიმართ. ჩვენ გვინდოდა ამ ბევრ ასეთ საკითხზე გვესაუბრა, იმიტომ რომ რაშია გაწორთნილი რუსული ოცნება იმაში, რომ თავისი პროპაგანდისტული არხებით გავრცელოს манипуляციური, დაჭრილი, არ ვიცი, შეკოწიწებული, დამუშავებული ინფორმაცია და საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, ასეც მოახერხეს მათ აჭარის ტელევიზიის მიერ გადაღებული, აჭარის საზმაუს, ხაზი მინდა გავუსვა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაღებული ვიდეო კადრით, რომელიც დაჭრეს, მიაბეს, მოაბეს, აკინძეს, გამოკინძეს და საბოლოო ჯამში შექმნეს შტაბ-შტილება თითქოს მზია პოლიციის მილიციის უფროს ხელს ურტყამს ისე რომ ამას წინ არაფერი არ უძღვის და სინამდვილეში წინ უძღვის ის რომ მილიციის უფროსი მას აყენებს შეურაცხყოფას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აგინებს უშუალო სიტყვებით და შემდგომ მის გვერდიდან იტაცებს ადამიანს სრულიად უკანონოდ. აი შეგვიძლია ხელწერაც ნახოთ, ხო? აი გახარიას კადრები მასალაც არის. კი, აი გახარიას დამონტაჟებული, აქაც манипуляციური, ხო? აი სტილი ერთ და იგივე. გელა იც რა არის ჩემთვის საინტერესო ასევე. ამაზე გვინდოდა საუბარი და არ მოგეცათ ამის შესაძლებლობა. სირცხვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს მათგან შეიძლება არ ცვლოდეთ რამეს, მაგრამ ჩვენი კოლეგები, რომლებიც ეგ მუშაობენ და დღემდე ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან პროფესიული ურთიერთობა, მე ვიტყოდი კარგი. და მით უმეტეს ბევრ მათგანთან გვაქვს ძალიან კარგი პერსონალური ურთიერთობა, სირცხვილია, როცა ჩვენი კოლეგა არის დაპატიმრებული. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ის არის უკანონოდ დაპატიმრებული, მასი ბრალი არის ძალიან დამძიმებული, სრულიად შეუსაბამოდ. და არც ერთი მათგანი თუ არ ჩავთვლით ძალიან საპატივსაცემო ადამიანს ვასილ ჩიკოვანს, დიახ, და კიდევ რამდენიმე ჟურნალისტს, ირმა ჭოლაძეს მაგალითად ხო, ქუთაისის რეპორტერს და ასე შემდეგ, რომლებიც გამოეხმაურნენ ამ ამბავს და სოლიდარობა გამოხატეს მზიას მხარდასაჭერად, არა მხოლოდ მზიას, არამედ თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად ამ რუსული ოცნების მმართველობის პირობებში უკიდურესად ძიმე პირობებში მყოფი თავისუფალი მედიის. კი ბატონო, მე აი მზიას ნაწილში მინდა ასეთი რამ ვიკითხო და დამიზუსტეთ თქვენ არის თუ არა ეს ნამდვილად ასე, ვიდრე ეს ამბები მოხდებოდა. წინარე პერიოდში იყო მუქარა მის მიმართ ამ პირის მხრიდან. ანუ ჩვენ თუ ფაქტებს დავალაგებთ, ერთ-ერთ აქციაზე მოხდა ეს, ხო, რამდენადაც ვიცი. დაემუქრა მზია ამაღლობელს, რომ ბათუმელებს რომ დაიჭერდა. ახლა ვიგეთქვით. დიახ, აი ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მუქარას საბოლოო ჯამში, თუ ეს მუქარა იყო, საბოლოო ჯამში მოყვა
ის რომ ეს ადამიანი ახლა ზის ციხეში. მადლობა ამ კითხვისთვის. რამდენიმე ფრაგმენტზე გავამახვილებ ყურადღებას. ხომ პირველი რომ ჯერ კიდევ 2024 წლის, ანუ გასული წლის ბოლოს 17 დეკემბერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გაავრცელა წერილობითი განცხადება, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდეთ, რომ აღეკვეთა ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მხრიდან ანგარიშწორება ბათუმელების ხელმძღვანელების მიმართ. კერძოდ საქმე ეხებოდა იმას, რომ წინა დღეს 16 დეკემბერს, როდესაც ეთერ თურაძე, ბათუმელების რედაქტორი, ბათუმელების ყოს ორი დამფუძნებელი ეთერ თურაძე და მზია ამაყობელი. ეთერ თურაძე, როდესაც იმყოფებოდა საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე, ეს უწყვეტი პროევროპული აქციები რაც არის, ასეთივე აქციები თბილისის გარდა ვიცით რომ იმართება ბათუმშიც ერთ-ერთ აქციაზე. ირაკლი დგებუაძე, რომელიც გაღიზიანებულია ბათუმელებს, გაღიზიანებული და ძალიან აგრესიულია და ვერ მალავს ამ აგრესიას და შეუფერებელია ეს კაც საერთოდ ამ პოზიციისთვის. ის მას არათუ სამსახურებრივი უფლებამოსილება უნდა შეუჩერონ, ამიტომ ის რაც შეიძლება მალე უნდა მოაშორონ სისტემას ამ ქვეყანას სადმე ვინმეს რამე ჭკვარი ეკითხებოდეს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რომ არავის ანუ კონტროლს მიღმა არიან გასულები და აწყვეტილი აქვთ მთლიანად. მოკლედ 16 დეკემბერს ირაკლი დგებუაძე მივიდა ბათუმელების რედაქტორთან ეთერ თურაძესთან, მას ის ფიზიკურად შეაჯანჯღარა, ხელი მოკიდა და ცდილობდა რომ აქციის ადგილიდან გაეყვანა და როდესაც ეთერ თურაძე მას კითხა რომ რატომ აკეთებდა ამას და რაღაც მოკლედ რამდენიმე კითხვა დაუსვა, ის დაემუქრა ეთერ თურაძეს სიტყვიერად და ამის თვითმხილველებიც არიან და მოწმეებიც რომ ის მას დააჯარიმებს და თუ კარგად არ მოიქცევა, კიდევ უფრო მძიმე ფორმებსაც გამოიყენებს რა, დააკავებს და ან ასე შემდეგ. და ჩვენ ვნახეთ რომ უკვე რამდენიმე დღეში ახალი წლის პირველივე დღეებში მზია ამაღლობელი, რომელიც მივიდა, როგორ მოხდა მზია ამაღლობელი აქციას ძალიან მოკლედ რომ თქვა, ხედავდა რომ ის ადამიანები, ახალგაზრდები, იქაური ბათუმელი ახალგაზრდები აკრავდნენ სტიკერს აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობის ღობეზე, ეზოს ღობეზე თან, შენობაზე კი არა, ეზოს ღობეზე. 15 იანვარს დაგეგმილ გაფიცვასთან დაკავშირებით. სტიკერს ეწერა მხოლოდ გაფიცვა და ვინაიდან მაშინ 8-10 ადამიანი ახალგაზრდა დააკავეს, მზია მივიდა იქ და დემონსტრაციულად გააკრა ერთ-ერთი სტიკერი, რასაც მოყვა მისი დაკავება, დაკავებიდან ის მალევე ხელწერილით გაათავისუფლეს, ხელწერილით გათავისუფლების შემდეგ მზია გამოვიდა, დარჩა აქციაზე, სწრაფად ვიტყვი ძალიან, ბევრი დრო რომ არ წავიღო, დარჩა აქციაზე, მის გვერდით იდგა ორი მისი ახლობელი, პოლიცია გამოვარდა ღრიალით სამმართველოს შენობის ეზოდან, დააკავეს ორივე მისი ახლობელი, გაიტაცეს და შეიყვანეს სამმართველოს შენობაში, რასაც მოყვა ირაკლი დგებუაძეს მხრიდან მზიას მიმართ უშვერი სიტყვებით გინება, ამას მოყვა მზიას რეაქცია, როცა ის მოკაჩა და სილა აარტყა. და მე ანუ ვინმე რომ არ იფიქროს რომ ირაკლი დგებუაძე ანგელოზი ყავს, ჩვენ გავავრცელეთ ვიდეო მასალა, რომელიც ბათუმელების მიერ იქვია გადაღებული ინტერნეტის ადგილზე. უკვე როდესაც ადამიანი ქალი რედაქტორი ყავთ დაკავებული და შეყავთ პოლიციის თანამშრომლებს შიგნით სამმართველოს შენობაში, აქედან ირაკლი დგებუაძე როგორ ემუქრება მას რომ სისხლის სამართლის წესით დაიჭერს, როგორ აგინებს მას უკიდურესად უშვერი სიტყვებით, ამის შემდეგ მზია აყვეთ სამმართველოს შენობაში და როგორც მან გუშინ სპეციალურ სახელმწიფო სამსახურს, რომლის გამომძიებელიც ციხეში იმყოფებოდა, მისცა ჩვენება, რომ ესე იგი სამმართველოს შენობაში უკვე თავისუფლება აკვეთილ მზია ამაღლობელს, პოლიციის ბათუმის მილიციის, ის არ არის პოლიციის უფროსი, ასე არ იქცევა ქართული პოლიცია, ის არის რუსული მილიციის უფროსი, შედის იმ ოთახში, სადაც მზია არის დაკავებული და ცდილობს მისცემას, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, მას აკავებენ მისივე თანამშრომლები და არაძლევენ ცემის საშუალებას, რა დროსაც ის მისდის მზიასთან ახლოს და აფურთხებს სახეში და ცდილობს სხვა ტიპის არაადამიანურ მოპყრობას და როგორც წეგან აღნიშნე, მზიას გარკვეული პერიოდის განმავლობაში 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მე ვიყავი იქ, როდესაც ვხედავდი, რომ მზიასთან 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს განზრახი, იმიტომ რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მის მიმართ ის იყო ადამიანური მოპყრობის დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი, მას არაძლევდნენ სასმელ წყალს და არაძლევდნენ ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. ასეთი მესმის, ანუ მთელი ეს დრამატურგია რა არის მნიშვნელოვანი მთელი აი ეს დრამატურგია რაც მოყევით ახლა. ბათუმელებს დიდი ხანია ერთში. მუქარა. მზია იმიტომ არის დაკავებული, ეს არის თავისუფალი ადამიანი, ხელმძღვანელობს თავისუფალი მედია გამოცემა. აი სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ერთი წერტილი, როდესაც დაემუქრნენ მას, ანუ რედაქტორს ხო და მივიღეთ შედეგი, რომ ამ გამოცემის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ზის ბოდიშჩაჭისთვის 16 დეკემბერამდე ვიდრე ბათუმის მილიციის უფროსი ეთერ თურაძეს, ანუ იმავე გამოცემის რედაქტორს დაემუქრებოდა ანგარიშწორებით, რაზედაც განცხადებაც კი გავრცელდა დოკუმენტირებული ეს ფაქტი. მანამდე ჩვენ გვახსოვს
პარლამენტის, ანუ ამჟამად არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და ეთერის გამოსვლა ძალიან ისეთი შთამბეჭდავი. როგორი აგრესიული იყო მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე, იმდროინდელი და ახლა არალეგიტიმური პარლამენტის და შემდგომ რა ჩაატარა ქართულმა ოცნებამ ბათუმელების წინააღმდეგ. მთელი კამპანია მათი დისკრედიტაციისთვის, მათ მიმართ თავიანთი მხარდამჭერების თუ რა ვიცი ტიტუშკების და ზონდერების აგრესიის მისამართად, ეს არის კამპანია, რომელიც ბათუმელებისა და ნეთგაზეთის ხელმძღვანელების და თვითონ ამ გამოცემების წინააღმდეგ მიდის და აგერ დასრულდა იმით, რომ მისი ერთ-ერთი კი ბატონო, გელა აკავეს და დააპატიმრეს სამწუხაროდ.